Global business-ზე უნდა ვისაუბროთ და პირველი სიახლე, რომელსაც დღეს შევეხებით, უკავშირდება The Walt Disney Company-ს, რომელიც არის გართობის ინდუსტრიაში ყველაზე მსხვილი მოთამაშე, რომელიც ფლობს პლანეტაზე ლამის ყველაზე მეტ ინტელექტუალურ საკუთრებას, დაწყებული ფილმებით, სერიალებით, დამთავრებული, რა თქმა უნდა, ლეგენდარული მულტფილმების გმირებით და მოკლედ Disney არის კომპანია, რომელსაც ერთ-ერთი ახსნა გამარტება არ ჭირდება, ყველამ კარგად ვიცით Disney რაც არის და რასაც წარმოადგენს. ხო, Mickey Mouse-ი უბრალოდ ამბობს ყველაფერს. რეალურად მულტფილმების ინდუსტრია და შემდეგ უკვე გასართობი ფილმების და სუპერგმირების ინდუსტრია არის სწორედ Disney-ის მიერ შექმნილი. მოკლედ Disney-ის ხშირად უწევს სასამართლო დავაში ყოფნა, რადგანაც ეს არის კომპანია, რომელიც ძალიან სენსიტიურ აუდიტორიაზე ქმნის პროდუქტს და Disney-ის მაყურებლების დიდი ნაწილი ხშირად არის არასრულწლოვანი და მათ შორის ბავშვები და ბავშვებთან მიმართებით მარეგულირებლები ძალიან ყურადღებიანები არიან, რადგანაც არ შეიძლება ბავშვებისთვის ყველაფრის ჩვენება, რა თქმა უნდა იყოს დაცული ეთიკური სტანდარტები, ნორმები და მოკლედ Disney-მ დაარღვია ერთ-ერთი სტანდარტი, რაც უკავშირდება რეალურად YouTube პლატფორმაზე ვიდეოების განთავსებას. იქ არსებობს სპეციალური ღილაკი, როდესაც YouTube-ზე ვიდეოს ვტვირთავთ Made for Kids, რაც ნიშნავს, რომ დამზადებულია ბავშვებისთვის და კონტენტი, რომელიც აი ამ კატეგორიაში ხდება, აუცილებლად უნდა ერგებოდეს ყველა იმ რეგულაციას, რომელიც 13 წლამდე ბავშვებზე არის გათვლილი, ანუ იქ არ უნდა იყოს არავითარი სახის შეურაცხყოფა, ძალადობა, რაღაც ისეთი ტიპის შემცველი შინაარსი, რომელმაც შეიძლება ბავშვი მიიყვანოს შეცდომამდე ან რაიმე ტიპის, ასე ვთქვათ, ცუდ ქცევამდე ან გადაწყვეტილებამდე. მოკლედ, მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან რთულ რეგულაციასთან გვაქვს საქმე. აი ეს რეგულაცია როგორც ჩანს სასამართლოსთან მორიგებით არის ესე გამოვლენილი, რომ დაარღვია Walt Disney-მ და მან ამისათვის გადაიხადა 10 მილიონი დოლარის ჯარიმა, მაგრამ აქ ჯარიმა მხოლოდ არ არის საკმარისი. საკუთარ ოფიციალურ გვერდზე განათავსა, ხო? კი, და განთავსებაში იყო სწორედ პრობლემა, რომ არ უნდა მიეთითებინა მას Made for Kids კატეგორია მიუთითა და სწორედ ამიტომაც დაიმსახურა ეს ჯარიმა და ჯარიმასთან ერთად ახლა უკვე მარეგულირებელი შემოწმოს აბსოლუტურად ყველა კონტენტს, რომელსაც Walt Disney ატვირთავს მომავალში YouTube-ზე და სხვადასხვა პლატფორმებზე შესაბამისად, სანამ ის მარეგულირებისგან არ მიიღებს წვალეს შუქს, რომ ეს ვიდეო შეიძლება დაიდოს ამ კატეგორიაში, მანამდე ვერ შეძლებს ამას აი ესეთ რთულ სამართლებრივ ხათაბალაში გაეხვია Walt Disney, რადგანაც თავის დროზე არ იყო ყურადღებით და ზოგადად ასეთი კომპანიებს ხშირად მოსდით ასეთი შეცდომები და ასე შეცდომები მათ უჯდებათ არა ათასობით დოლარი, არამედ პირდაპირ 10 მილიონი დოლარი. ხო, შეიძლება 10 მილიონი დოლარი Walt Disney-ისთვის არ იყოს, ასე ვთქვათ, ისეთი თანხა, რომელსაც ვერ გადაიხდის, თუმცა, რა თქმა უნდა, პრობლემაა მაინც ნებისმიერი 10 მილიონი, რომელიც ერთ შეცდომაში უნდა გადაიხადოს კომპანიამ. მას ინვესტორების 10 მილიონი. ხო, რა თქმა უნდა, და არა ის ამ ტვირთავის საკუთარ ჯიბიდან ამას ვერ ამოიღებს. შესაბამისად, უფრო ალბათ რეპუტაციაზე და რაღაც გაცდენილ დროზეა საუბარი, რომელიც მიუღებელ შემოსავალზე, რომელსაც Walt Disney ამ შემთხვევაში მიიღებს, ანუ ვერ მიიღებს შემოსავალს. კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ამჯერადაც გამიჯვნაზე უნდა ვისაუბროთ კომპანიების, ამერიკული სასურსათო პროდუქტებისა და соусების მწარმოებელი, კარგად იცით ყველამ, Kraft Heinz-ი, განაცხადეს, რომ ახლო მომავალში კომპანია ორ დამოუკიდებელ სუბიექტად გაიყოფა. Kraft-ის მიზანი იქნება ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისათვის სურსათის მიწოდება, Heinz-ის მიზანი და პრიორიტეტი კი ისევ соусების წარმოება გახდება. გადაწყვეტილება სხვათა შორის ინვესტორების შეხვდან უარყოფითად, რადგან კომპანიების გაყიდვების შემცირების ფონზე, ერთგული მომხმარებლების შემცირების ფონზე ისედაც ფინანსური პრობლემები იყო და ახლა, როდესაც ვალებით დაგროვილი აქვს ვალებით დაგროვილი აქვს, როდესაც ინვესტორებმა გაიგეს, რომ კომპანიები იყოფა, ეს დამატებით ხარჯებთან იქნება, რა თქმა უნდა. ორი მენეჯმენტი კიდე მინიმუმ. თუმცა ეს ხარჯები დათვლილია უკვე, ეს არის დაახლოებით 300 მილიონი, რაც კომპანიების გამიჯვნას მოხმარდება, შესაბამისად ინვესტორების განწყობა იყო ნეგატიური და უარყოფითი, თუმცა ინვესტორებისგან განსხვავებით მენეჯმენტის განწყობა ამ შემთხვევაში არის პირიქით პოზიტიური, ისინი ფიქრობენ, რომ ისინი ფიქრობენ, რომ კომპანიების გაყოფა მათ დაეხმარებათ, რომ უფრო მოქნილები გახდნენ საკუთარი საქმე, ასე ვთქვათ, როგორც Heinz-მა, ასევე Kraft-მა უკეთესად აკეთოს, გადაწყვეტილებები უფრო მოკლე დროში მიიღოს და კონკურენტებს არ ჩამორჩნენ. ანუ ეს ერთგვარი აღიარებაც არის, პრინციპში ამაზე რიცხვი მარტივად მეტყველებენ შემოსავლების და ერთგული მომხმარებლების, რომ კონკურენტებთან გარკვეული ჩამორჩენა ამ კომპანიას აქვს. და შერწყმა იყო შეცდომა. შეცდომა იყო შერწყმა, მაგრამ ამ შემთხვევაში 2015 წელს მომხდარი შერწყმა ორი კომპანიისთვის მაშინ კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. სხვათა შორის Berkshire Hathaway იყო ჩართული, Warren Buffett შერწყმის პროცესში და ისიც გამოეხმაურა ამ კომპანიების გამიჯვნას და აღნიშნა, რომ ეს არის შეცდომა.
უორენ ბაფეტს ალბათ რაღაცეებში უნდა მოусმინოთ და დაუგდოთ ყური. ყოველ შემთხვევაში როგორც ასე მენეჯერებზე მეტი იცის ბიზნესზე. ხო, და ეხლა ნახოთ როგორ გააგრძელებს საქმიანობას ჰეინცი ამ შემთხვევაში სოუსების მიმართულებით და კრაფტი სურსაც მიმართულებით. თუმცა ფაქტი ერთია, რომ ამან მოკლევადიან პერიოდში გამოიღო ის შედეგი, რაც უკვე ვახსენე, ერთი ინვესტორების განწყობა, რომელიც აისახა 7%-იან ვარდნაში აქციების ღირებულებისა. თუმცა ამჟამად ვითარება ძველნიშნულს დაუბრუნდა და ერთი აქცია 26.85 მიასედი დოლარი ღირს. კარგია, რომ ვითარება ძველ ასე ვთქვათ, ნიშნულს დაუბრუნდა, ვარდნა გასაგებია, მაგრამ არ არის პრობლემა თუ სტაბილური ზრდა გაგრძელდება. ჩვენ შეგვიძლია რომ ჰეინცის გაზრდილებას დავუყოთ ბაზარზე. სხვა შორის არ არის ცუდი სოუსები.